წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დეტალები გაიხსენა დღევანდელ პროცესზე საბა სხვიტალიძე მის ერთ-ერთი პოლიტპატიმარია, რომელიც რეჟიმმა დაატყვევა. მას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან. სხვიტალიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მარიამ ჩანტლაძე დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. ცოტა ხნის წინ დასრულდა რეჟიმის პატიმრის სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი იყო ის სიტყვა, რომლითაც მან მიმართა სასამართლოს მოსამართლეს დეტალურად მოუყვა თუ რა შემთხვევა დაკავების შემდეგ და როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მას ნიღბიანი პოლიციელები და შედეგად ის გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. საბა სხვიტარიძე იხსენებს, რომ თავიდანვე მისი დაკავების პროცესი იყო უკანონო და ჩატარდა პროცედურული უხეში დარღვევებით. ის შეიძლება ითქვას, რომ გაიტაცეს გზიდან, როდესაც გადაადგილდებოდა ავტომობილით მამასთან ერთად. ნიღბიანმა პოლიციელებმა ჩასვეს იგი დაკავების მანქანაში და შეუზღუდეს მას დაცვის უფლებაც. მამამის ჩამოართვეს ტელეფონი, მობილური ტელეფონი, რათა არ დაკავშირებოდა ადვოკატს. შემდგომ მიიყვანეს ის პოლიციის განყოფილებაში თბილისის მთავარ სამმართველოში, სადაც იწყება მისი წამება. შეიძლება ითქვას და ფიზიკური ანგარიშწორება განხორციელდა ორ ეტაპად. საბა სხვიტალიძე აცხადებს, რომ იყო გაუპატიურების მუქარაც, მასზე ზეწოლა, ძალადობა, რომელსაც ახორციელებდნენ სპეციალური ეკიპირებით შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები. თუმცა დღეს ის ზის განსასჯელი სკამზე და არც ერთი ეს პოლიციელი არ არის გამოვლენილი და დასჯილი. ამიყვანეს მეხუთე სართულზე ერთ-ერთი პოლიციელის კაბინეტში შემიყვანეს. იქ მიდიოდა უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლა, შემდგომი და სიკვდილი შეუდგა, იქნება და ასე შემდეგ. რადგანაც მე მოვიტყოვე ადვოკატი, ისევ განაცხადეს უარი და ცინიკურად ამცინეს. შემდეგ გავიდა ეს ორი პოლიციელი გაუძახა ვიღაცას. შემოვიდნენ ფორმაში ჩაცმული სპეც ეკიპირებაში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები. არ შეიძლება პოლიციელები წარიყვნენ, ვინმე დასტურებ, იმიტომ ნიღბებში იყვნენ ოთხი პოლიციელის კაბინეტში. ესენი გადიან დეტალურ კარებს და ამ დროს იწყება ჩემზე ფიზიკური ძალადობა. ვიყავ თავის და გვერდების არეში ძირითადად. როდესაც მე ნახევრად გაშულ მდგომარეობაში ვიყავ და ვიქცეოდი დივანზე, ზევიდან დამახტა ერთ-ერთი და ცდილობდა ხელი მოეტეხა ჩემთვის. როცა ვერ მომტეხა, გადმომაგდო დინიდან, ძირს დამაგდო და ძირს განხორციელდა უკვე ხელებში თქმა, ძირითადად ბაქოს მიყავ ხელის არეში, ზურგში და თავის არეში. ამის შემდეგ შემოდიან ისევ ის ოთხი პოლიციელი, გაყავთ ისინი და მეუნებიან კიდევ გამომეორებო. არ ვიცი რა სიტყვობდნენ საერთოდ ჩემგან, არაფერი მოთხოვნა არ ჰქონიათ, მხოლოდ ძალადობდნენ. შემდეგ ისე მოვითხოვე მე ადვოკატი და სასწრაფო, იმიტომ რომ სულად ვიყავი, ვინი შეეხება მქონდა გული მერეოდა და თავი მეხოებოდა. რომ განუცხადა რომ სულად ვიყავი, მათ შემომიტანეს პარკი, რომ ერთწლია შიგნით და ვარწლია შიგნით. მომაწონეს წყალი, მადლობა უმეტეს წყალი მაინც მომაწონეს. ამის შემდეგ გავყავა რა მოხდა ადამიანს და მემუქრებიან რომ კიდე შემოვიყვანდა, მემუქრებოდნენ რომ ქართლებში ჩასმით, ქართლებში ჩამსვავდნენ და იქ გამოუპატიურებდნენ. როდესაც ამას მოხდნენ, მე ისევ დაუძახეს გამოუძიებას და გამოუძიება უკვე დააფორმა ოქა. უკვე ამის მერე ჩავდივარ კაპეზეზე ჩავყავა. კაპეზეზე მე ექიმს განუცხადე რომ სასწრაფო მესაჯიროებდა, იმიტომ რომ ვერ უზნობდი თავს კარგად, თავი მეხოებოდა და გული მერეობდა. როდესაც განუცხადეს რომ არ გჭირდება სასწრაფო და შემიყვანეს საკაში. ეს არის და ამის მერე მე სასამართლო მეუბნება რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და მე უნდა ვიждე ციხეში. სამწუხაროდ ჩემზე იგზავნეს, მე თავს ვიცავდი და ამის გამო დამაკავეს და ის მოძალადეები, რომლებიც დღემდე გარეთ არიან და არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული.
საბა სხვიტარიძეს ამ საქმეში აქვს დაზარალებული სტატუსი, თუმცა ადვოკატი განმარტავს, რომ ის ვერ დაამყარებს მოლოდინებს ობიექტურ ვერდიქტზე გადაწყვეტილებაზე ოლიგარქის გამოძიების პირობებში, ამიტომაც მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო უფლებადამცველობით ორგანიზაციებს და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მისი წამების ფაქტებთან დაკავშირებით. საბა სხვიტარიძე არ აღიარებს დანაშაულს, აცხადებს, რომ ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მისი დაკავების მომენტში, როდესაც მასზე და სხვა დემონსტრანტებზე, მათ შორის ქალებზე, იმ დროს პოლიციელები უკანონოდ იქცეოდნენ, ძალადობდნენ მათზე და იყო ფიზიკური ანგარიშწორება მათ წინააღმდეგ. საბა სხვიტარიძე კი იგერიებდა პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს. არსებით ეტაპზე არის უკვე ეს პროცესები გადასული და ასევე ამბობს საბა სხვიტარიძის ადვოკატი, რომ პოლიციელების ჩვენებები ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ, რადგანაც ისინი სავარაუდოდ იღებდნენ მონაწილეობას მასზე ძალადობის ფაქტებში და ეს ჩვენებები არ უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ მოსამართლე. კონკრეტული ქმედება ხდებოდა უშუალოდ ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებისას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეები სავარაუდოდ მონაწილეობდნენ დანაშაულში. შესაბამისად, მოწმეები, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულში, ვერ იქნებიან კეთილსინდისიერი გასაზიარებელი პირები და რა თქმა უნდა, მათ ჩვენებას სასამართლო ვერ დააყენებს საკუთარ განაჩენს. ამ შემთხვევებში დღემდე არც ერთი დამნაშავე მოძალადე პოლიციელი არ არის დასჯილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არსებობს არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, არა მარტო მოწმეების სახით, არამედ მათ შორის ვიდეო ჩანაწერების სახითაც. და იქამდე სანამ ყველა ამ საქმეზე არ დაიწყებენ გამოძიებას, ჩვენ რა თქმა უნდა გონერული მოლოდინი ვერ გვექნება, რომ მაინდა-მაინც საბაზე იზამენ ამას. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ საბა სხვიტარიძე არის დაზარალებულად ცნობილი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, გულისხმობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რაც დღესაც დაინტერესდა მოსამართლე და ეს არ არის მხოლოდ ეროვნულ დონეზე საინტერესო, ეს იქნება საერთაშორისო მეგობრებთანაც, მათ შორის დიპლომატებთან განსახილველი საკითხი, ვინაიდან ძიებაშია უკვე საქმე ორი ვითომ რა ვიცი ჯერ გამოძიებულს და რაღაც დაწყებას ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ 20-ისთვის გადაიდო სასამართლო, რომ 20-მდე ალბათ მოასწრებენ გამოძიებას, ეგეც არ ვიცი. ერთ სიტყვით მოსამართლემ ერთადერთი რაც გააკეთა ეს იყო, რომ საბას მოусმინა და ნახოთ რა განვითარდება, როგორ იქნება. იმედი არაფრის არ მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ აქ ერთი კაცის ბრძანებით დადის ეს სასამართლო. ამ წუთებში მიმდინარეობს 18 წლის საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი, რომელსაც საბა სხვიტარიძის მსგავსად ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. საბა ჯიქია ბრალს არ აღიარებს.